ყველაფერი იწყება იდეით. პატარა ნაპერწკალი, რომელიც არ გაძლევს მოსვენებას. ის ჯერ აზრად მოდის და ბინას იდებს გულში. სანამ ერთი ნაბიჯი არ გადააქცევს მას. ქმედებად. მე მოტო მოგზაური ვარ. მართლა ეს ისტორია ჩემი და ჩემი მოტოციკლის გზა. გზა, სადაც სიჩქარე და სულის ძახილი ერთმანეთს ხვდება. მაგელანის გემი თუ ჯუმბერ ლეჟავას ველოსიპედი. მნიშვნელობა არ აქვს რით მიდიხარ. ყველა მოგზაური ერთი სულის მატარებელია. ცნობის მოყვარე სულის, რომელსაც არასოდეს ყოფნის არსებული ჰორიზონტი. ყოველი მოსახვევის უკან შეკითხვა, ხოლო ყოველი ახალი კილომეტრი პასუხი. და ახლა დავიწყოთ. დავიწყოთ? მესამე სეზონი, ტურნესი, გახსნილად გამომიცხადებია. სანამ დავიწყებთ, მინდა რამდენიმე მადლობა ვთქვა, რაც აუცილებელია. ტურნე რთულია სპონსორების გარეშე და ამ ტურნეში მხოლოდ ერთი სპონსორი იყო, ამაზე ვიდეოში ვნახავთ, ეს არის ლაგი და ბარტერები, რომელიც ამის გარეშე ურთულესი იქნებოდა. ასე რომ, მე მინდა უღრმესი მადლობა გადავხადო M Custom Parts და Garage 31-ს, რომლებიც ზედ გადამყვნენ. ბიჭებმა გააკეთეს მოტო მოწკიპეს, რაც მთხოვე, რაც არ მithოვია, ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ წყნარად მევლო მთელი ეს მანძილი, რისთვისაც უღრმესი მადლობა თქვენ ბიჭებო, უღრმესი მადლობა და მაგელანი, ჩემი North Face-ი ამბავი ეკიპირებაში, სათითაოდ ყველას უღრმესი მადლობა. სანამ დავიწყებთ, მინდა ასევე აი ეს ადამიანები, დონაციის ავტორებიც ამოვანათეთ ახლა სათითაოდ უღრმესი მადლობა. იცოდეთ, რომ თქვენი დამსახურებით ერთით მეტი ვჭამე, ერთით ბენზინი ჩავასხი და ერთით მეტი რაღაცა კიდე შეიძლება გამოვიარე. მადლობა, უღრმესი მადლობა. პირველი ეპიზოდი გახსნილად გამომიცხადებია, როგორც იცით, საქართველოს მინდა ხოლმე ისე გადავლახო, რომ არ გავჩერდე, მაგრამ ამ შემთხვევაში წელს პატარა გაჩერება მომიწია. ტარაი. რუსლან გამოიხედე? შემოგელე, რა კაი გოგო გახდა. რას გავზაბალე? რატო გამაჩერე, ძმაო? მომენადე, ნახვა მიდოდი. მაცო მაქავარო, რუსკაც აქარიო, ქურთუც აქარიო, ქურთუ არ არის. მე არ თქვა, რომ არ გნახე, ან ასე შემდეგ და არ მოგიკითხე და კაროჩი. ჩვენ ასხარ და შენ არა. ესეთი პატარა ვლოგში ჩარართი იქნება სიღრმის მეგობრების ნახვის. საწყალეთო აი ეს ჯიგარსონა სკუტერით მოდის იტალიიდან მონღოლეთში იყო ძმა და ეხლა რაღაცა პასპორტის გამო არ უშვებენ და აი მაგრად ეხავს. თურქეთის საზღვარზე ვარ და ჯერ საქართველოს მხრიდან და არ უშვებენ, აუ მაგრად შემეცოდა და ეხლა ბათუმში გადავალო, მაშინა თუ არ შემიშვესო და გავყიდიო ამ სკუტერსო და გავფრინდები იტალიაში. როგორ ეხავს, იმენა გული მომიკვდა. No? Fuck. The option to sell. Yeah, only option. Okay, brother. At least I have 1 month trip, so. Yeah. Bye. Good luck, brother. გეფიცებით მართლა ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ ტიპზე, იმიტომ რომ როგორც ისიც ორბორბლიანი მოგზაური, მეც ორბორბლიანი მოგზაური უცებ წარმოვიდგინე ტიპის სკუტერით, იტალიიდან მონღოლეთი გაიარა რაღაცები და იმის გამო რომ პრობლემა იყო, რომ ტრანსპორტზე ქონდა რაღაცა ქართული პასპორტი, თუ რაღაცა პრობლემა იყო და თურქეთში არ უშვებდნენ და
საწყალი, ანუ ეს თვალები არა მომდისავა, ისე შემეცოდა ბათუმში გადავალო, გავყიდიო და დაუბრუნდებიო სახში. აი რა დიდხანს გამყო ამ ტიპის სახე მართლა, იმიტომ რომ თან პირველი დღე იყო, მეც ამ შემართებით ვიყავი და უცებ ესე მოკლედ შემთხვევით უმიყურებს. Brother from Italy. Hello my man, I hope you doing well and God bless you. Everything will be good and I hope we will meet again in some borders, maybe in Turkey or in Georgia. Good luck brother, good luck. ერთი ორი სიტყვით ეს იყო იმ ბიჭის მოკითხვა. ახლა კი გავაგზავნოთ, გეტყვით რომ გადავკვეთეთ თუ არა საზღვარი, სადღაც ტრაბზონთან გავჩერდი რომ პაცა ხემსი გამეკეთებინა და ინტერნეტი გამეაქტიურებინა. გადმოვახციე და გავჩერდი სადღაც ტრაბზონთან. არც ის რთული გზა იყო. კარგად დაიწყო, იმიტომ რომ სიგრილეში გამოვედი, თბილისში ყოველ შემთხვევაში. მე ზესტაფონიდან დაცხა და ამ სიცხეში ვიარე. საზღვარი მარტივად გადმოვლახე. ის იტალიელი ბიჭი შემეცოდა, როგორც ნახეთ. გეგმა არის, ჩავახციო Samsung-ამდე და ცოტა გავცდე რა, ისე დავბინავდე. რეალურად ამ ტურნეში აქცენტი მექნება სერბეთზე, ბოსნია-ჰერცეგოვინაზე და სლოვაკეთზე. სხვა დანარჩენი იმდენჯერ გვაქვს უკვე ტურნეში ნანახი და გავლილი, რომ დიდად აქცენტს არ გავაკეთებ ხოლმე თუ რაღაცა განსაკუთრებული არ მოხდა რა. პირდაპირ დავადგავ გავაჭრი. ტრადიციულად რას ვაკეთებთ თუ გახსოვთ, როდესაც საზღვარს გადმოვლახავთ? იდეაში აქამდე უნდა მექნა, მაგრამ ცოტა დავაგვიარე, ეხლა ვიზავ. რას ვაკეთებთ და ინტერნეტს ვააქტიურებთ. ჩემ შემთხვევაში ლაგის, რომელიც უკვე 3 წელია, ჩემი მეგობარი და ჩემი პარტნიორია ნებისმიერ ესეთ მოგზაურობაში. ასე რომ ეხლა სიმბარათი ისეაც ჩაწერილია შიგნით, უბრალოდ რომ გადავდივარ ხოლმე ქვეყანაში, პაკეტს ვყიდულობ და ეხლა გავააქტიურებ. ეგ არის. ჩართულია. იდეალურია მეგობრებო, როგორც საქართველოში, ასევე მთელ სოფლიოში. არავით არის მე როუმინგები, არაფერი, უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი აქვს, ძალიან მისაღები ფასები არის პაკეტებზე, რავი, დაწყებული 3 დღიანი, 1 დღიანი, 5 დღიანი, ადრიანი, არის ულიმიტოები ასევე სხვაზე 3 დღიანი, 5 დღიანი, 15 დღიანი, ადრიანი. მე ხა ულიმიტო გავააქტიურე, ზარები, SMS-ები, ყველაფერი შედის. იდეალური ხარისხია, აი მართლა გეუბნებით, რამდენი ინტერნეტი არ მქონია, სადაც ჩავდიოდი, იქ ყიდულობდი ხოლმე ბარათს, ვააქტიურებდი. უბრალოდ ერთი გადართვა. აღწერაში რა თქმა უნდა ლინკი იქნება, თქვენც თუ მოგზაურობას გეგმავთ, ან მოგზაური ხარ ზოგადად და ეს თქვენი პრობლემა არის, უმარტივესი დასაინსტალირებელია და საოცარი ხარისხია. მადლობა ლაგი, მართლა რომ ჩემთან ერთად ხართ 3 წელია და ეს ქებადიდება მაგიტო არ იყო რომ ჩემთან ერთად ხართ. ობიექტურად ძალიან კარგი ინტერნეტია, აი ობიექტურად საოცარი ინტერნეტია. ეხა პაცასა სნეკები მაქვს აქ თბილისიდან წამოღებული, ნიგოზით ხილეული რაღაც ქიშმიშ და რაღაცები, ამას ცოტა შევცოხნი და გავაგრძელებ, გავუყვები გზასა. ლამაზი მჟის ჩასვლა სხვათა შორის. ინტერნეტის გააქტიურების და ხემსის მერე გავაგრძელე გზა, სადამდეც მეყო ენერგია. დაახლოებით ღამის 2 საათამდე მეყო ენერგია, მე ძალიან აცივდა, ანუ აი ძალიან აცივდა, სადღაც გამოვიდა 950 კილომეტრი პირველი დღე და უკვე აი თავი აღარ მქონდა პირველივე ბენზინგასამართსადგური, სადაც დავინახე, მე ვთქვი, აი აქ ვშლით კარავს, აქ ვიძინებთ და მე ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთქო და ეგრე შევედი, კარავი დავეცი, დავიძინე. 2 საათია დილის და ყველაზე საშინელი რამე იყო ვაფშე შერთული საათი მეზინა. ეს აიდაღაც აპარებს. არჩიც ხელოდა დამთენისას. შოთი! აი ამას ხო ხედავ? შეგივარდეს ტრაქში. აქ ადრე
წინა ტურნეში თუ გახსოვთ დროშა ეკიდა, დრონითაც რო გავაკეთეთ წრე. თურმე მან შემოვსულვარ. ვითომ ძაა კარგი ღამე იყო. ცოტა გავნიავდები უკასკოთ სიცივე მოუხდეს რო გამომხიზდე. ვიცოდი რასაც იტყოდით რომ კასკა ბიჭო კასკა დაიფარეო და აბატო დავიფარე კასკა და გავუყევი გზას ბულგარეთის საზღვართან მიმავალს თქვენ ხარ ჩემი ბატონი ჩემი საყვარელი ხიდიც გადავიარე პატარა კადრები აგერ თქვენ ამ ხიდის და მივადექი ბულგარეთის საზღვარს ვისაც ჩემი ტურნეს წინა სეზონი, შარშანდელი სეზონი ნანახი გაქვთ, ალბათ გახსოვთ ბულგარეთის პრობლემა, რომ იჭერდნენ ბულგარეთში, რო ავერიე ვიღაც ტიპში, ფოტორობოტი, ასე შემდეგ, დაკითხვებით რომ იჭერდნენ და ეხლაც მიუახლოვდიან ბულგარეთის საზღვარს და მაშინ მითხრეს, რომ ყველაფერი მოგბოდიშები მიხადეს, რა ვიცი, ჩამეხუთნენ, ყველაფერი მოგვარებულიო, შენ ეს პრობლემა აღარ გექნებაო. აბარა. და გაღადაოთ იგივე სიტუაცია ვიღაცა გეგეშიძე მაგრად გამიტრაკა ეხაც გადამოწმება მიდის პატარა ფოტორობოტია ისევ დგავარ აი აქ ისევ უკან რიგი არის ვენა დამსდევს ტიპი ერთი წელია შესვლა არ მაცადა გამოსვლა არ მაცადა ისევ დაკითხვაზე შევდივარ ბიჭო მაგრად ვინი მოიტანა გეგეშიძე გიორგი ჩემო თანატოლო მოიპარე ეგეთი რომ იმედა გამიტრაკეს. აი მოდის ახლა უკან ჩემი პასპორტი და რაღაცები აი ჯიგარი არის რომ მოტასაობს შემიყვანენ ახლა დაკითხვაზე თუ შევძელი გადავიდე. შეიტანეს ჩემი საბუთები და ახლა ველოდები როდის რა იქნება როგორ იქნება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა დადიან დაძაბული სახეებით. სანამ არ მოუყვები ალბათ ვინა ვარ. ჯერ არავინ არ მეკითხება არაფერს. გამომისდეს ისევ გოდიშებით პრობლემა მოგვარებულია. რავი, მეორე წელი არ მოგვარებულა და იმედია შემდეგზე მაინც მოგვარდება. იგივე დაკითხვა, იგივე დაძაბული სახეები, იგივე პროცედურები, მოკლედ, თუ განსხვავება ერთი ის იყო, რომ შარშა მეც თუ ძალიან ნერვიულობდი და ძალიან დაძაბული ვიყავი, წელს ისე ვიყავი, ვიცოდი რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მოგვარდებოდა, უბრალოდ ვიღიმოდი, ვეუნებოდი ხო და ველოდებოდი კოზირს, რომ აი ეს ვარ მე, ინტერნეტი, მაგრამ არც დამჭირდა რაღაცეები გადაამოწმეს და შემპირდა ეს პოლიციის ოფიცერი შემპირდა დაიგინა რომ შემდეგ შემოსვლა გასვლაზე არავითარი პრობლემა აღარ გექნებაო. მე მისი მჯერა, მე მისი დედის სიყვარულის მჯერა. მოკლედ, ღამე სადღაც ალბათ პირველ საათზე მორჩა ეს დაკითხვები და ეს დაკითხულ დაღლილი გაუყევი ბულგარეთის რაღაცა მიმავალ გზებს და უკვე იქვე ძალიან დაღლილი ვიყავი, მეძინებოდა და პირველივე კემპინგ ზონა ჩავწერე, რაც ამოაგდო, შევედი, არაფერი არ ჩანდა, კარავი გავშალე, დავიძინე და დილით გავიღვიძე აი აქ. მეორე ღამე ცოტა უფრო უკეთესად მეძინა ვიდრე პირველი ღამე, თუმცა რეიდი დაშვებულია მაინც და ბულგარეთში გადმოვედი და პირველი კემპინგ ზონაზე გავჩერდი. ღამე იყო დიდად არ ვიცი სადაა. ძალიან ლამაზი ადგილი ყოფილა. ამე რო გადმოვედი ამ დაკითხვების და რაღაცეების მერე პირველი რაც ვქენი კემპინგ ზონა ჩავწერე და ამოაგდო აი ეს რაღაცა საყვარელი კემპინგ ზონა. პატარა ეს ზოა ტიპს გაკეთებული. One of my friends, they have to go back to the UK to live with his health.
stuck there for the last 3 or 4 years. Hot tea? Hot tea? No, I'm good. I've got my drink here. Just vodka. Are you selling this tobacco? No, I don't. As I say, it's a gypsy family that run it. It's a cash crop for the EU. So they send trucks out, pick up their share and pay them their share. It's a nice, simple process. All neighbors are gypsies? No, he's Bulgarian. He's Bulgarian. This house is being sold. The lady who lived there, her daughter lives in Harmonley. She passed away 2 years ago, so they're trying to sell that. That house is rented by gypsies. The gypsy quarter is over on the other side of the village. You go down to the centre of the village and it's the right side. These guys are like hard working. They do all they've got 4 fields that they rent and they grow tobacco. So, and they're more hard working than Bulgarians, which is ironic. Yeah? Oh yeah, very much so. Really nice people. ძალიან საინტერესო კაცი აღმოჩნდა ეს კემპინგ ზონის მეპატრონე. იყო ინგლისელი, რომელიც 20 წლის წინ გადმობარგდა რუმინეთში რაღაცა გარკვეული პრობლემების გამო და ერთი წამი არ მინანიაო, იმის მერე ქონდა ეს კემპინგ ზონა, აი ეს ყანები რაც ნახეთ, ეს იყო თუთუნი, იმას ამუშავებდა და მასპინძლობდა სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს. დიდხანს ვერ გაუჩერდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო საუბარი ქონდა, ბევრი ახალი გავიგე მართლა. ერთი სული მქონდა ეს ბულგარეთიც, აი როგორც თურქეთი ესე გამეულო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე 1000 ჯერ მქონდა ნანახი და შევდიოდი უკვე ისეთ ქვეყანაში, რომელიც ჩემს სიაში ჩაინიშნებოდა როგორც ახალი ქვეყანა, ეს იყო სერბეთი. ამიტომ მოვკოქე, გაუყევი გზას, ულამაზესი მზესუმზირის ყანები იყო, თანამითი ვტკბებოდი და მივადექი სერბეთს. ტურნეში მყავს 2 დაუძინებელი მტერი. ერთი არის მზე, რომელიც სახეს მადნობს ხოლმე და მეორე არის ღამის ყინვა, რომელიც არ მინდობს ძვალსა და რბილში გამდის გამომდის ხოლმე. არც ერთმა არ დამაკლო ამ ტურნეზე. აი კონკრეტულად ბელგრადში რო შევედი, სახე უკვე გადაფუფქული მქონდა. ზუსტად 48 საათში ჩამოვედი სერბეთში. ეხა იქ სახლი ავიღე რაღაცა. სახლი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, აპარტამენტები. აი ესეთი პატარა ოთახი ავიღე, საყვარელი. გამზარებულ ყველაფერი არის. ნუ ეხა მეტი რა გინდა, რა გადაივლე. და აივანზე მაქვს ხედი. ისე დასაჯდომი. აი ესეთი. სიყვხტავია. რას გავარს, ეხა კაც დავემსგავს. 48 საათში წარმოიდგინე, ანუ გონიოდან აი აქ ზუსტად 48 საათში ჩამოვედი. რამდენი 1000 კილომეტრი აი უკვე თქვენ დათვალეთ. თქვენ რომ არ იწვალოთ, გეტყვით რომ სადღაც 2300 კილომეტრი გამოდის, ანუ 48 საათში 2300 კილომეტრი არც ისე ცუდია, ნუ იქ ორჯერ დაძინებით და ასე შემდეგ. მოკლედ, მივედი თუ არა ეს სახე დავიმუშავე და ცოტა ადრე დავიძინე, იმიტომ რომ მინდოდა ენერგიები მქონო და მეორე დილით რომ დამეთვალიერებინა ქალაქი ბელგრადი. დილამშვიდობის ყველას თეონა ზაზას გუგას და დენდანს ნორმალურად მეძინა ძლივს. არ მეყვარს ეს სხვის თახში რაღაცნაირ დიჟენიები იმზადებს საუზმეს იმისგან რაც მაქვს. გუშ მაღაზიაში შევედი ტრადიციულად. ქალაქში რო გავალ ხა რაღაცებს ნუ ხმაურებში თესლებში. აი ხმა აღალი ვენტილატორია. ო შიშხინ ჯასუნ თუთუნ. აუ ერთი კვერცხი როგორ დახატავდა ხა. ხო გვაქვს კვერცხი. სად ბოლჟორკ, სარგეს ჩაიხედე. აი შენი რა შუტკაკნა ნახეთ. ნახეთ რა შუტკაკნა კეთილძაღმა ბიჭო მაგარი ვარ რა. ჰაშიპელი
და არ შეიძლება. წყლის ბოთლი აქვს ძალიან ნახე რა წყლის ბოთლია. რაუშოთი, შემივარდეს ტრაქში. შეცრა რა ერთხელ. გავიდეთ ქალაქში და რამე ნაციონალურები ვჭამოთ, რამე სილამაზეები ვნახოთ. მე მგონი ვციუდები და ძალიან არ მინდა ჟორიკოებ ბრძოლე ჩემპიონების საუზმე. როგორც ყოველთვის კანი მძურებას ახალ პატარა ისო გავაკეთოთ რა, რაც გამოვიარე სერბეთი. საზღვარსო გადმოლახავ აქამდე სადღაც 400 კილომეტრი. ეფიცემთ ხალხ შეიძლება იმის იქით რაღაცა იყოს, მაგრამ და აქეთ-იქით რა, ნუ ტრასა რო ავიღოთ რისერტივით. მე ესეთი უშნო ლანდშაფტი, ანუ საერთოდ არაფერი არ იყო. ანუ ხრიობს მოვდიოდი, აი გორაკები აქა-იქ 4 ბუჩქი რო ამოცემ 400 კილომეტრი. კიდევ ერთხელ ვიდეო შეიძლება მეშლება და აი იმ გორაკების უკანა რაღაცები. მთელი გზა რომ მოდიხარ, სულ ყველგან იყო რუსეთის დროშები. რუსეთის დროშებით სავსე გადაძეწკილი კედლები, პრინტები, როგორც ბულგარეთში. აქ საერთოდ ენა ძალიან მევამსგავსე რუსულს, ინგლისურზე მეტად ყველას ესმის რუსული. ორ ადამიანს ვთხოვე რაღაცა ქუჩაში ინტერნეტის ამბავზე რუქის ჩვენება მინდა და ეს რა არის მეთქი და ზედაც არ შემომხედეს, ანუ ისე გამიარეს, ანუ არც მიპასუხეს ეს პროსტა. მაგრამ ორი ადამიანით მოდი ნუ დავასკვნით ხო ყველაფერს. სერბეთზე. შევძახნი ხა გადავიდეთ და გავიდეთ. ვისაუზმე მოტოციკლეტი მოვქოქე და გავუყევი გზას. ორი ლოკაცია იყო, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. ეს არის ულამაზესი ტაძარი და ულამაზესი ციხესიმაგრე მთაზე, რომელიც მდებარეობს. ყოველ შემთხვევაში ასეთი მოლოდინებით გავედი, მაგრამ სამწუხაროდ რა ის ტურნია თუ იმედ გაცრუებები არ იქნება, ხო? ეს წმინდა სავას ტაძარია, რომელიც ულამაზესია ჩემო ოქროებო, მაგრამ სამწუხაროდ პირველი იმედგაცრუება ის იყო, რომ შიგნით გადაღება არ შეიძლებოდა. ამიტომაც მე უნდა მენდოთ სიტყვაზე და მე გეტყვით, რომ მართლაც საოცარი ტაძარია, ულამაზესი ფრესკებით, საოცარი მოხატული და საოცარი ენერგეტიკით. მინიმუმ ის მაინც შეუძლია, რომ დრონით მეჩვენებინა თქვენთვის ეს სილამაზე. მეორე იმედგაცრუება იყო უძველესი სასახლე სახელად ფორტრესი, რომელიც ესე ძალიან ლამაზი ჩანდა და არც არის უშნო. მართლაც ლამაზი არის, მაგრამ შიგნით განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ძველი ლამაზი სასახლე. შიგნით კაფეებით, დასაჯდომი ადგილებით, ისრებით, რომელიც შეგიძლია სამიზნეს ესროლო და არაფერი განსაკუთრებული. თუმცა ხედები მართლაც რომ ძალიან ლამაზია ბელგრადზე. მაგრამ აი რასაც მე ველოდი, სამწუხაროდ არ დახვდა არაფერი განსაკუთრებული. ეს ალბათ ჩემი ბრალია, იმიტომ რომ მე მქონდა განსაკუთრებული მოლოდინები.
არ აუშვებს, ხდება ხოლმე, აგერ სოსო, სადღაც მეორე პლანეტაზე ჩაფრინდა, რომ მიტოვებული გემი გადაეღო თუ რაღაცა 700 თვითმფრინავი გამოიცვალა, ხოხვითი არა, სკეიტბორდით, ძაღლების მარხილით ჩავიდა და გემი არ დახვდა. ასე რომ სოსოს პრობლემასთან შედარებით ჩემი პრობლემა იყო ძალიან სასაცილო, ხდება ხოლმე, არ აუშვებს. იქვე გამლელებს და გამოვლელებს ძლივს ვიღაცეებს, ვინც მიპასუხავ კითხეს, რაც შეიძლება და გემრიელად მეჭამა და მითხრეს, რომ მექსიკური რესტორანია მართლა ბევრმა მითხრა. უგემრიელესიო, სახელად ტორო, იქვე ნაპირზეო და მეც ჩავედი. ბელგრადში ყველაზე ცნობილი მექსიკური რესტორანია. ამბობენ საოცრებები ხდებაო. გარეთ აუტანელი სიცხე იყო და შიგნით გადავწყვიტე. ძალიან ლამაზია. ხა გემოვნახოთ. მედია მომაქცევს ვინმე ყურადღებას. აქ არის განთქმული ტაკოებიო. კარგად ჟღერს. განთქმული ტაკოებია, იმითი რა ქვია, კრევეტებით რა. ძალიან ბევრმა შეაქო, ხო და ეგ შეუკვეთე. სახლის ლემონეიდი შეუკვეთე. 3 ცალია პორციაშია, თუ არ გეყოფო, ხო სხვა რამესაც შეუკვეთო. გაგახარებს გვერდი მეუთხარი. აპეტაიზერად ეს ჩვენი ცნობილი ჩიფსებიო და ცნობილი მისაყოლებელი რაღაცა სალსაო. აბა ვნახოთ. როგორც ცნობილი ამერიკელი შეფზარეული ჩარლსტონ ფებეტი იყო და sometimes I feel bozis gazrdiu. Spicy matcha cream. Oh la 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 la. Creole salad, jalapenos and cilantro. And napkins. Thank you, my man. Thank you. მე ველოდი აი ესეთიო დიდი გაძეძგილი იქნება მეთქი, რა? ნახოთ. აუ ძალიან კლასია. უნდა მეთქვა 8 ევრო ბევრია თქო. მაგრამ მაინც ვიტყვი 8 ევრო ბევრია 3 წალის. მაგრამ ახო რაღაცა соуსი აქ არ ნახული. იზდეცია. რესტორანი ტორო ჩემგან მიშელინის კვერცხები თქვენ და ვარსკვლავი კისერზე. ცოტა ძვირად, მაგრამ ნუ ვაღიარებ. გემრიელად ვჭამე. გამოვედი, მეთქი ახლა ქალაქს დავათვალიერებ, რაღაცა განსხვავებულს ნახავ თქო, მაგრამ არ მინდა რომ მოგატყუოთ რა და არც მინდა რომ ცუდად გამომივიდეს. ძალიან ისეთი გემოდა მიტოვა პირში ამ ქალაქმა რა, რაღაცა ვერ, ძალიან უკმაყოფილო ვიყავი რა. იმედგაცრუებული ნაღდად არ ვარ. ანუ ძალიან ლამაზი ქალაქია. ძალიან სტანდარტული ევროპული ქალაქია. თუ ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელიც უნდა ნახოთ, მაშინ ძალიან საკაიფო ქალაქი არის, მაკონჩი ისე ამოვნებთ, ძალიან გაგისწორდებათ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ მეასე ქალაქია, მაგრად აღარ გაგისწორდებათ, იმიტომ რომ დაახლოებით ეს ყველაფერი გინახავთ. Copy paste-ია. ნახევარი ევროპა ერთმანეთის არქიტექტურით, ყველაფრით ასე შემდეგ. რაც ეხება ხალხს, რა თქმა უნდა, ერთ ქვაბში მოხარშვა არავითარ შემთხვევაში არ იქნება სწორი, მაგრამ ძალიან არაკომუნიკაბელური ხალხია. შეიძლება მე შემხვდა ყველა ეგეთი ინდივიდი, ანუ მარტივი შეკითხვა რა, ეს საით არის, ეს სად არის, ეს რაღაცა როგორ არის, ეს რა ღირს თუ რაღაც, ანუ ვაფშე ყურადღებას არ გაქცევ. რატო? არ ვიცი. შეიძლება მე ვარ ძალიან უშნო. აი ხა ყველანი მიყურებენ, მაგრამ ვერ ხვდები რატომ მიყურებენ. ალბათ იმიტომ რომ უშნო ვარ. უშნო რა, დამწვარი. ან მეორე ვარიანტი, პროსტა ეგეთი რაღაცნაირი შედარებით ცივი ხალხია. ჩვენ რო რაღაცა მიჩვეულობთ და შესაძლოა სიგნაცვალა ასე შემდეგ. აქ ცოტა ეგრე არ არის. თუმცა კიდე ერთხელ ვიძახ, ყველაფერი გამართლებაზე არის და იმაზე შენ როგორი ხალხი შეგხვდება, მგონია. ჯერა რომ მაინც ძალიან საყვარელი ხალხია. ძირითადად ვინც კომუნიკაციაზე გამოდის, აშკარად რო ატყობ, რომ აქაურები არ არიან რა. ისიც შენაირი ტურისტი არის და hey dai what's up brother და ესე რომ გელაპარაკება. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ ვიტეხდი გულს, რადგან სერბეთი ეს იყო უბრალოდ ქვეყანა, სადაც ნამყოფი არ ვიყავი და სიას მივამატე. მთავარი სანახაობები, რის გამო წამოვედი ტურნეში, მელოდებოდა ბოსნიაში, მელოდებოდა ჩეხეთში და რუმინეთში. ამიტომ მოვქოლქე მოტოციკლეთი და ბოსნიასაკენ მიმავალ გზას გავუყევი. I'm the
I get her brain fried. My lady Papa Zenny, had her lady popping Molly while she waiting on me. You're in my area. Keep on heading if you want. I drive it like you know. I don't wanna hear you. Just time to know like I'm Bango, cutting my hair. I just keep going though. 소신껏 날 믿고 I fly non-stop. Kelly에서 New York 구름 위로 hop on. Drive out and riding birds, honeyberry counting doves. I do what I wanna do. 그게 나의 문의원. 너넨 꿈꾸지 말만 많지 just. ორი წამია საზღვარი გადმოვლახე. სერბეთი ვაფშე არ გამისწორდა, ანუ ლანდშაფტის და გზის პონჩი, ანუ აი საშინელება იყო და ბოსნიაში გადმოვედი თუ არა, ისეთი სილამაზეები დაიწყო, ისეთი ბუნება გაიჩნდა და ეხა სახლ შეხედეთ, აი საზღვრიდან რაღაც 3 კილომეტრში ესეთი კინოსახლი, ეს რო სერიალისტვის მქონოდა, ჩემი სერიალისტვის, პროსტა ამას შეხედეთ. როგორი დეტალებია, როგორი აივანია, რანაერი ხეა, ეზო ულამაზეს ქვეყანაში შემოვედი მე მგონი. საზღვრიდან რო გადავედი სარაევომდე, დედაქალაქამდე იყო დიდი გზა, ამიტომ ნელ-ნელა მიუკატაობდი და ვტკბებოდი, იმიტომ რომ საოცარი ლანდშაფტი იყო. თან სერბეთს რო ვადარებდი, კიდე ერთხელ ვიძახე, არავითარ შემთხვევაში სულდათ არ მინდა გამომივიდეს ის გზა, რაც მე გამოვიარე ბელგრადამდე, ნუ ძალიან არ მომეწონა ლანდშაფტი, ნუ ეს ხალხის ამბავიც ზემოდან დაემატა და აი უცებ ესეთი სხვაობა, გადავედი, საოცარი სილამაზე დაიწყო. თან ამინდიც ფანტასტიკური იყო, მიუკატაობდი და ერთი სული მქონდა ჩავსულიყავი იმაში, რა ქვია, დედაქალაქში. თან ისიც მქონდა, რომ ახალია, ანუ ბოსნიაშიც არ ვიყავი, ნამყოფი ესეც სიას ჩაემატა და ესე კატავ-კატავით მივდიოდი და უცებ დავინახე ფანტასტიკური რაღაცა პატარა 64 და გადავწყვიტე ჩავსულიყავი. გზაზე დასიცხული მოვდიოდი და ისე რაღაცა საოცარი ადგილი შევარჩიე. შეხედეთ რა სილამაზე. Wandering lonely in the desert, he invited me to stay. Said I would learn to love the space. I knew a woman named was Jezebel. She was a wild one. She said come out and we could have fun. And then she wanted me to go. She couldn't stand getting too close. And I'm curious who I'll meet next. Who among them I will love best? Well, that depends upon the context, doesn't it? Was a sweet child. Her heart was broken, seen from miles wide, like the moon over the world. I knew a man from Golgotha. He was a giving man. He promised he would break my every day. ხო რეალურად ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. გეგმა იყო ერთი, მაგრამ არც ისე კარგი რაღაცეები მოხდა. აი ამას უკვე ნახავთ შემდეგ ეპიზოდში. მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით ეს ეპიზოდი. თხოვნა იქნება არხი გამოიწეროთ. ბევრი იმოგზაურეთ. მარტო მეგობრებთან ერთად და რა ვიცი, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. რეალურად ტურნე იწყება მეორე ეპიზოდიდან.